თავარი ამ კაკალში რა არის? გული ხომ მართალი? ადამიანშიც გულია მთავარი. რა გაცვიათ, როგორი ვარცხნილობა გაქვთ, როგორი საყურეთო მძივები გიკეთიათ, სულ ერთია. რა მანქანით მოხვედით აქ, სულ ერთია. თავარია შიგნით რა არის, ამ გულში რა არის. ზოგჯერ შეიძლება ეს კაკალი გატეხო და შიგნით ცარიელი აღმოჩნდეს, ხო შეიძლება, ხო ყოფილი. ზოგჯერ შეიძლება გატეხო და შიგნით ჭიანი აღმოჩნდეს. ესეც ხო შეიძლება. ესე რომ ამის ღირებულება არის ის, რაც შიგნით არის და არა ის, რაც გარეთ არის. ჩვენი მთავარი ღირებულებაც ეგ არის, რაც ადამიანს შიგნით აქვს, რაც ადამიანს გულში აქვს. მეორე, იმისათვის, რომ ეს კაკალი ვიღაცას გამოადგეს, რა არის ის საჭირო? ის შიგნით რაც არის, მთავარი. ის გარეთ უნდა გამოვიდეს, ხო მართალია? თავისი ნაჭუჭიდან უნდა გამოვიდეს. და ადამიანიც თავისი ნაჭუჭიდან თუ არ გამოვიდა, ვერავის ვერაფერში გამოადგება. რა არის ადამიანისთვის ნაჭუჭი? ახლა ვიღაცა იკითხავს. ადამიანისთვის ნაჭუჭი იცი რა არის? თავისი პირადი კომფორტის ზონა. მარტო საკუთარ თავზე ფიქრი. ადამიანი, რომელიც მარტო საკუთარ თავზე არ ფიქრობს და სხვაზეც ფიქრობს, ეგ უკვე ნიშნავს, რომ ის თავისი ნაჭუჭიდან გამოვიდა. და თუ ადამიანის ფიქრები მარტო დასტრიალებს იმას, რომ თვითონ როგორ იყოს კარგად, თვითონ რა ჩაიცვას, თვითონ როგორ გაერთოს, მაშინ ესე იგი ჯერ ისევ რჩება ის თავის ნაჭუჭში. ეხლა ჩვენ რომ ეს კაკალი ასე დავდოთ, ეს ნაჭუჭი თავისით გამოვა? არ გამოვა. ხო და ადამიანსაც ძალიან უჭირს თავისით რომ გამოვიდეს ნაჭუჭიდან. რაღაცა თუ არ მოხდა მის თავს, შეიძლება ვერ გამოვიდეს. ამის თავს რა უნდა მოხდეს, რომ ის ნიგოზი გარეთ გამოვიდეს? უნდა გავტეხოს. ადამიანმა უნდა გატეხოს, ხო მართალია? ხო და ეხლა ეს რო ცოცხალი იყოს, ნიკოლოზ, ცოცხალი რო იყოს, ეთკინებოდა გატეხვა თუ არ ეთკინებოდა? ხო ეთკინებოდა. ანუ ამ კაკლისთვის ეგ გატეხვა ხო რაღაცა განსაცდელი იქნებოდა, ხო მართალია? ხო და ადამიანიც შის შემთხვევაში განსაცდელს გამოყავს თავისი ნაჭუჭიდან. მაშინ, როდესაც თვითონ არ უნდა რომ გამოვიდეს. აი ადამიანი მარტო თავის თავშია ჩაკეტილი, თავის ჯამს უყურებს, რომ იქ სავსე იყოს, მეტი არაფერი იქით არ აინტერესებს, მაგრამ რაღაცა განსაცდელი ხდება მის თავს. აი როგორი განსაცდელი მაგალითად. მაგალითად ვიღაცამ ფეხი მოიტეხა. ეხლა რომ გამოჯამრთელდა, მანამდე რომ ფეხმოტეხილ ადამიანს ხედავდა, ვერ თანაუგრძნობდა. ფიქრობდა რომ აბა რა ვიცი რას ნიშნავს ახლა ფეხი მოიტეხა რა მოხდა. მაგრამ თვითონ რომ მოიტეხა ფეხი, მერე გაიგო თურმე რა ტკივილს განიცდიან ის ადამიანები, ვინც ფეხი მოიტეხა. გესმით? ადამიანი თვითონ რო არის მშიერი, თუ სულ მაძღარი ადამიანი ვერასოდეს ვერ გაიგებს რას განიცდის მშიერი ადამიანი. ხო მართალია? თუ ადამიანს ყოველთვის ესე იგი თბილად აცვია აქვს ამის შესაძლებლობა, რა უნდა გაიგოს რას განიცდის ის, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა. განა ის კი არა რომ დედამ უთხრა ჩაიციო და არ იცავს, არა. არა აქვს უბრალოდ, თვითონაც უნდა რომ ჩაიცვას, მაგრამ უბრალოდ არ აქვს ეს. და ვისაც არასოდეს არ შესწივნია, ვერასოდეს ვერ გაიგებს რა არის სიცივე, რას ნიშნავს ეს. აი თუ არასდროს არ შეგცივნია. აი მაგალითად ხო არიან ბავშვები, რომ ზოგიერთ საჭმელს არ ჭამენ. აი ზოგიერთ ხილს არ ჭამენ დაუშვათ. აი ხო არა ხართ რომელიმე რომ აი რომელიმე ხილი არ გიჭამიათ. რა? ბროკოლი არ გიჭამია. აი ხო ბროკოლი შენ რო არ გიჭამია, შეგიძლია ვინმე საუხსნა ბროკოლს როგორი გემო აქვს? ხო არ შეგიძლია. ანუ შენ წარმოდგენა არ აქვს როგორი გემო შეიძლება ქონდეს. ანუ მეც ისი თქმა მინდა, ადამიანს სანამ განსაცდელი თვითონ არ გადახდება თავს, სანამ სხვის გასაჭირს თვითონ არ გამოცდის, უჭირს რომ გაიზიაროს სხვისი განსაცდელი. ესე რომ ადამიანს თავისი ნაჭუჭიდან ზოგ შემთხვევაში განსაცდელები გამოიყვანს ხოლმე.
იმიტომ რომ ეს თლიანი კაკალი არავის არაფერში არ გამოადგება, ვერც ნამცხვარში, ვერც ცუცხელაში, ვერაფერში ვერ გამოიყენებ, თუ არ გამოვიდა თავისი ნაჭუჭიდან. და აი თითოეული თქვენთაგანი თუ საკუთარ თავზე ფიქრებიდან არ გამოვიდა და სხვაზე ზრუნვა არ დაიწყო, შეუძლებელია რომ ცხოვრებაში ვინმეს გამოადგეს და დარჩება თვითონ მარტო, არაფრის მაქნეს. ისე რომ აი ჩვენ ამაზე ვიფიქროთ, ესე იგი.